მაგრამ აქ არის ძალზე მნიშვნელოვანი ნდობის და ღიაობის ფაქტორი ასევე. ჩვენ ახლა რო ავიღოთ, გადავიტანოთ დიაგრამაში, დავინახავთ, რომ ფაქტიურად ახლა მთელი ეს დეკემბერი ხალხის ამ მონაცვლეობით აქტივი ყოველდღიური ამ რაოდენობის მიხედვით დავინახავთ, რომ ეს არის ფაქტიურად პულსი. გულისცემა ჩვეულებრივი, რასაც ერი გამოსცემს. ეს არის უბრალოდ ის ადგილი, სადაც ამას ჩვენ ძალიან მძაფრად ვხედავთ და განვისტით, თორე ეს არის რო ავიღოთ ჩვეულებრივი ვულკანი, ამას თავისი ძირი აქვს და ამ ძირს მთელი საქართველოს შეადგენს, ხო? არიან ხალხი სხვადასხვა გარემოებების გამო ვერ გამოდიან და ყოველდღე ვერ დგანან ახლა. ვერ უერთდებიან აქციას, მაგრამ ეს ხალხი მერწმუნეთ, რომ ძალიან ჩართულია თავისი ემოციით, თავისი განწყობით, ყოველდღიურად ადევნებენ თვალყურს თქვენი ტელევიზიით, სხვა ტელევიზიების საშუალებით და შესაბამისად აქვთ გარკვეული სურვილი, რომ დაინახონ ის სტრუქტურირებული, რაფინირებული წინადადებები, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები თუ სხვა აქტორები წარმოადგენენ აი ამ სიტუაციის განსამუხტავად და საზოგადოების ნორმალურ, ესე ვთქვათ, არჩევანამდე მისაყვანად. მაგრამ ფორუმი ამას ახლა თავისთავად სრულად ვერ უზრუნველყოფს. უბრალოდ ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, სხვადასხვა პოლიტიკურმა აქტორებმა, სხვადასხვა კერძო პირებმა, ბიზნესმა თავისი წარმომადგენლობებით უზრუნველყონ თავისი ხმა, თავისი იდეების, ესე ვთქვათ, გაჟღერება ამ ფორუმის საშუალებით, ამ პლატფორმაზე და შესაბამისად ეს იქნება იმისი გარანტია, რომ ეს ფართო მასები, ის ხალხი, ვინც ახლა უშუალოდ თვითონ პირდაპირ არ იქნება ჩართული, ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ფაქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესებში. შესაბამისად, აქ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით, სახალხო ლეგიტიმაციით და აი სწორედ ეს არის ის მიზანი, რასაც ჩვენ გვინდა მივახციოთ.